ნიადაგში უნდა გაერიოს დაახლოებით 1/5-ზე პერლიტი ამ დროს, რომ ტენი შეინარჩუნოს მორწყვის დროს და მალმალე მორწყვა არ დაჭირდეს. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენმა სკოლამ ძალიან დიდი ხნის ნანატრი სურვილი აისრულა და ჩვენი სკოლის ეზოში შევქმნით საგანმანათლებლო სივრცე მწვანე ექსპერიმენტებისთვის, ასე ვთქვათ, და თან ისე რომ ეს ექსპერიმენტები რამდენად შეიძლება ფინანსურ წიგნიერებას და მეწარმეობას დაუკავშირდეს, ამის რეალურ შესაძლებლობებს ვთავაზობთ ჩვენს მოსწავლეებს. გარდა იმისა, რომ ჩვენ სოციალურ საწარმო EduGarden-ში გამოყვავს ADR-ჯიშის ვარდის ნერგები, ამავდროულად მას აქვს საგანმანათლებლო დატვირთვაც. ჩვენ ვატარებთ მოსწავლეებთან და არა მხოლოდ საგანმანათლებლო ტრენინგებს, ვორქშოპებს, ვიზიტებს ვაწყობთ სხვადასხვა საწარმოში, ვეცნობით მათ გამოცდილებას და ვიზიარებთ. გვინდა, რომ მათი გამოცდილება იყოს წინაპირობა იმისა, რომ ჩვენი საწარმოც გახდეს უფრო პოპულარული, მოსწავლეებში გაიზარდოს мотивация და მივაღწიოთ გარკვეული ტიპის წარმატებებს. კალამი რო ავიღოთ, ვარდი უნდა იყოს აუცილებლად დაყვავილებული. ჩვენი სოციალური საწარმოს იდეაა გავავრცელოთ ვარდები, ისე რომ არ გამოვიყენოთ დანამატები, რომლებიც ბუნებას საფრთხეს შეუქმნის. ამავდროულად ჩვენ შევეცდებით ხალხამდე მივიტანოთ ეს ინფორმაცია თუ როგორ უნდა გავაუბრალოთ სახლის პირობებში ვარდები და შესაბამისად ჩვენს ბაღს აქვს საგანმანათლებლო დატვირთვა, რაც ჩვენს სახელსა და სლოგანშიც ჩანს. ასევე ძალიან კარგია, რომ ბავშვები ვართ და სკოლის მოსწავლეები ამაში ჩართული, ვინაიდან სხვადასხვა უნარების განვითარებაში გვეხმარება, როგორიც ვარდების დარგვის შესწავლა, ასევე როგორ მართოთ სოციალური საწარმო, შესაბამისად შესაძლოა მომავალში კიდევ გაგვიჩნდეს სხვადასხვა ტიპის სოციალური საწარმოები ჩამოვაყალიბოთ, რაც ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი იქნება, ვინაიდან ხელი შეეწყობა სოციალურ განვითარებას. ჩასარგავად მზად არის ეს კალამი. სოციალური საწარმოები ასწავლის ჩვენს თაობას, რომ შრომა იღებს შედეგს, მით უმეტეს მწვანე საწარმოები, რადგან პირადად ვხედავთ ეს მცენარეები როგორ იზრდება ჩვენი შრომით და როგორ შეიძლება ეს ინფორმაცია ამ მცენარეების გაზრდაზე გავუზიაროთ ჩვენ თემს და ჩვენ საზოგადოებას. ვარდის პლანტაციები თან საინტერესოა საკმაოდ, რადგან ვარდები ლამაზია და მეტ ადამიანს იზიდავს და ჩვენს მომხმარებლებს სოციალურ საწარმოო პოპულარობას მოიპოვებს. ვასწავლით, როგორ უნდა გავზარდოთ ეს ვარდები და ზოგადად ნერგები, რასაც ვსვდით და შემდეგ როგორ გავყიდით ამ მცენარეებს. ეს კიდე სხვა ჯიშია.